მუნიციპალურმა ტრანსპორტმა ქალაქსა და სოფლებს შორის დაკავშირების პრობლემა მოხსნა. 2 წელია გურჯაანში მუნიციპალური ტრანსპორტი მოსახლეობას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტობუსებით ყოველდღიურად დილის 8-დან საღამოს 7 საათამდე ემსახურება. 5 მარშრუტი თითქმის სრულად ფარავს მუნიციპალიტეტის ტერიტორიას. მოსწავლეებისთვის მგზავრობა უფასოა. პენსიონერების სოციალურად დაუცველები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და მრავალშვილიანი ოჯახები კი შეღავათებით სარგებლობენ და მათთვის მგზავრობის ღირებულება 50 თეთრია. 2024 წლიდან ფუნქციონირება დაიწყო გურჯაანის სატრანსპორტო სამსახურმა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 5 მარშრუტი სრულდება დღის განმავლობაში. მუშაობს 9 ავტობუსი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. საკმაოდ დიდი მოთხოვნა არის მოსახლეობის მხრიდან. რაც შეეხება მგზავრობის ღირებულება, ერთილერთ არის განსაზღვრული. მოქალაქეთა ნაწილი შეღავათიანი ტარიფით სარგებლობს. ბავშვების გადაადგილება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სრულიად უფასო.